3 თვის წინ იყო ჩვეულებრივი, გემრიელი, ლამაზი, სიყვარულით სავსე სოფელი, სადაც ცხოვრობს ძალიან თბილი ხალხი, შეხვდებით და ნახავთ თქვენ თვითონ. ეხლა აღარავინ აღარ ცხოვრობს. ამას ვინ წარმოიდგენდა, ახლა რაც ხდება აქ, ამას ვერავინ ვერ წარმოიდგენდა. ყველა ამბობს, რომ აფეთქებების ბრალია, ყველა ამბობს, რომ რკინიგზის ბრალია. ამაზე სიტყვები ჩვენ არ გვშველის. ჩვენ იმას დეპუტატს არ ეკადრებოდა მოსულიყო კვიჟინაძე ჩვენი დროებულობს ხელფას. არა გავედით აქ ვინი ცხოვრობს აქ. წყალი აქ აღარ არის, დენი აქ აღარ არის. ხალხი აქ აღარ არის, ვინი ცხოვრობს აქ? აქ შანსი არ არის უკვე აქ ცხოვრება. თუ საფუძვლიანი დასკვნა დაიდება და სიმართლე გამომჟღავნდება, ეს იქნება ჩვენთვის შვება. მე სულაც არ მინდოდა ახლა რაღაც იმათ წასვლა და გადაბარგება რა, ამ სიბერეში ასე ვთქვათ რა. ხარაგაულის სოფლები უკვე 3 თვე არაც სტიქიური უბედურების ზონად არის გამოცხადებული. ჩვენი გუნდი სოფელ ხემაღალში იმყოფებოდა, სადაც მთლიანი დასახლება ნაპრალებითა და ხრამებითაა დანაწევრებული. სახლები მასობრივად ინგრევა, ზოგიერთისგან კი თითქმის არაფერია დარჩენილი. გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნაში ნათქვამია, რომ მეწყრული პროცესები აქტიურმა გეოლოგიურმა მოძრაობებმა და 2025 წლის ზამთარ გაზაფხულზე მოსულმა უხმა ნალექებმა გამოიწვია. თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფლები მეწყრსაშიში მას შემდეგ გახდა, რაც ჩინურმა კომპანიამ თბილისი-ბათუმის სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზების ფარგლებში მთის მასივზე აფეთქებითი სამუშაოები დაიწყო. თქვენს კიდევაც არ ვიცი თუ გაქვთ მოსმენილი, აქ ჩინელებს ზიადრე ყოფილა იტალიური კომპანია, რომელსაც უნდა გაეკეთებინა ეს მაგისტრალი. და ამ იტალიურ კომპანიამ არ მოკიდა ხელი, იმიტომ რომ იცოდა რომ არ შეიძლებოდა კლდის აფეთქება და უნდა ბურღებით დაბურღულიყო ეს ყველაფერი და ისე გაიყვანათ მაგისტრალი. ამაზე არ ვიცი როგორც ჩემთვის ცნობილია, არ დათანხმდნენ, იმიტომ რომ იყო უფრო მეტ თანხებთან დაკავშირებული ეს ბურღები და წავიდა ეს იტალიურმა კომპანიამ დატოვა ეს ტერიტორია და წავიდა. არ მოკიდა ხელი, შემოიყვანეს მე ჩინელები და ჩინელებმა ყველაფერი კი ხედავთ რა ვიცი. ჩვენ ყველა ვიცით რომ არის მაგის ბრალი და ყველას ესმოდა აფეთქებები, ყველა ზანზარებდა სახლები, ჩამოჭრეს ფერდი, ამ კლდის ფერდი ჩამოაჭრეს ის ფერდი, დაირღვა იქ სტრუქტურა კლდის, დაზარალდა მთელი კლდე, გადაიხეთქა შუაზე და აგერ ხედავთ ეს არ არის მეწყერი, კი ხედავთ თქვენს რომ ეს მეწყერი არ არის. ჩვენი რესპონდენტი ლევანი იხსენებს, რომ ყველაფერი მაისის ბოლოს დაიწყო. თავდაპირველად გამოჩნდა მცირე ნაპრალები, რომლებმაც მაშინ განსაკუთრებული ყურადღება ვერ მიიპყრო. ადგილობრივები ფიქრობდნენ, ეს გვალვის შედეგი იყო. თუმცა მოვლენები მალევე დაჩქარდა და მიწის მოძრაობა სულ უფრო შესამჩნევი გახდა. მაისის ბოლოს დაიწყო ეს ყველაფერი. მაისის ბოლოს შევამჩნიეთ აი დიდ ნაპრალთან პატარა ბზარები. ელვის სისწრაფით განვითარდა პროცესები. აი ელვის სისწრაფით განვითარდა პროცესები ისე რომ თვალს და ხელშუა მიწა დაიწყო არაადამიანურად გახსნა. წინა ღამეს რომ თოქს დავაბავდით და დავნიშნავდით ადგილობრივად, ეხლა რაც საშუალებაც იყო, ჩვენ არ ვართ სპეციალისტები ახლა, მაგრამ ხელოვნ ადამიანურად ეს თოკი მეორე დღეს გაწყვეტილი ხდებოდა თან საკმაო რაოდენობის სიგრძივი თოკი. იმ ნაპრალმა გახეთხა მთლიანი კუთხე იქ და წამოიღო აქ და ამ სახლებს პირველი აქ კვინიკაძეების უბანს უძახიან. აი იმ კვინიკაძეების უბანს დაარტყა და ის სახლები მოიყოლა, ეს ინახეთ რა მდგომარეობა არის და დაანგრია. გამოიარა, გამოვიდა, აი ასე ამოვიდა და ჩემს სახლზე გადაიარა პირდაპირ და ახლა ავიდეთ და გაჩვენებთ რა მდგომარეობა არის. იყო ძალიან ძვირფასი სოფელი და ზუსტად 3 თვეში თავზე დაგვემხო მთლიანად ყველაფერი რა. აი ეს არის ჩემი სახლი. მე თვითონ 40 წლის ხვდები ახლა და
ჩემები ჩამოვიდნენ ადრე, ბევრად ადრე აქ. პირველი ამ სოფელში ჩვენ ვიყავით, ვინც ჩამოვიდა ამ უბანში, რომელი უბანის დაინგრა, ჩვენ ვიყავით, ჩემი ოჯახი იყო და მე შემოგვიერთენ ეს ხალხი და ტკბილი, კეთილი, ძვირფასი მეზობლობა, აი სიყვარულზე დაფუძნებული ადამიანური ხელის შემწყობი ადამიანები გვერდში და რა ვიცი, რომელი ერთი უნდა დაასახელო, აი სულ გარემოცვაში ნათლია მირონობა გვაქვს, ბიძაშვილობა გვაქვს, ნათესაობა გვაქვს და ყველა ძალიან ძვირფასი ისეთი, რომ შეგეხალისება ადამიანს ისეთი სოფელი იყო. ადგილობრივების მთავარი მოთხოვნა ობიექტური და კომპლექსური კვლევის ჩატარებაა, რომელიც დაადგენს თუ რამ გამოიწვია მოულოდნელი ნგრევა და ამხელა ნაპრალების გაჩენა. ამის საპასუხოდ მთის ამბების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მერია 150.000 ლარად კერძო კომპანია გეოლოჯიკი დაიქირავა, რათა შეფასდეს სახლების ვარგისიანობა და მეწყრის მასშტაბები. თუმცა გასაკვირია, რომ მერიას კომპანიისთვის არ დაუვალებია იმის გარკვევა, თუ რა იყო მეწყრული პროცესების გამომწვევი მიზეზი. თუ კი ეგ კომპანია არის 100%-იანი მართალი, მაშინ უნდა გვაჩვენონ ეს საბუთები, ასე არ არის ხალხო? უნდა გვაჩვენონ ეს საბუთები, არა ხალხო, თქვენ ცდებით აბატონო საბუთი, აბატონო კვლევა, აბატონო ყველაფერი და არ არის ჩვენი ბრალი. ამიტომ 3 თვეა ვბრძოლობთ და ერთი ფარატინა ფურცელი ვერ მოვიდა, რომ წაგვეკითხა შიდ რა ეწერა. ეს ნიშნავს იმას, რომ ხალხი მალავს მაშინ, ხო? მალავს ამ ყველაფერს. აბა სად არის, რატო? თუ ამ მთის აფეთქება შეიძლებოდა, ეს ხო უნდა იყოს გეოლოგიურად, გეოდეზიურად გამოკვლეული, ხო უნდა იყოს სადღაც, ხო უნდა იდოს დასკვნა, რომ ამ ხელა აფეთქებებს მე რო ვაწარმოებ, მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რომ გამოკვლეული მაქვს ის ტერიტორია და არავის არაფერი არ დაუშავდება. მოგცენ ეს დასკვნა. არც კიდევ ზოგს გონია, რომ ჩვენ ვინმეს ვევაჭრებით თანხაზე. არანაირი თანხა არ მჭირდება არავის. ხო. მე აი ერთი შვილი მყავს იმის თავს ფიცა ვარ. ჩემ ტასუნას ფიცა ვარ, რომ აი მარტო მაინტერესებს ეს რა მიზეზით მოხდა ეს ყველაფერი. არ მინდა მაგათი თანხა. მითხრან, ვაშკაცურად მითხრან, რომ ეს რისი ბრალია. პირველი დასკვნა შეფასება რაც გააკეთეს გეოლოგებმა იყო ესე როგორც ახლა მე მობილურით ვიღებდი სურათებს ისე იღებდნენ და ესო ბუნებრივი კატაკლიზმების ის არის და ტექტონიკური ძვრების შედეგია ეს დასაწყისშივე რომ მოხდა ახლა მეორე კვლევა არის გაკეთებული კიდე იმის პასუხს ალ გეველოდებით ჩვენ გვინდა მართებული დასკვნა ამ პროცესებიდან გამომდინარე აი რა ხდება იმ დაბლა რომ აი ჩვენ რომ კამათი გვაქვს ვკამათობ ბიჭო მაღლა წასული არა დაბლა წასული აი ხო არის არა აი მიწის ეროზია მიწის ასეთი მოწყვეტა ასეთი მეწყერიანობა მე არ ვიცი რა ჩემთვის აუხსნელია რა ძალიან მაგრად აუხსნელია და ბევრისთვის რა თქმა უნდა ყველა საინტერესებს ეს საკითხი და თუ საფუძვლიანი დასკვნა დაიდება და სიმართლე გამომჟღავნდება ეს იქნება ჩვენთვის შვება არავით არ იქ მატერიალური ბაზა ანაზღაურება 100,000 და 200 ეს ვერ ანაზღაურებს იმ ჩემ ეზოს სიყვარულს და იმის იმას ნოსტალგიურობას და ყველაფერს რა რაც კი ითქმის მაგის შესახებ ჩემი პატარა ლამაზი ეზო მიღებს მე მილიონი და არ ვიცი ალბათ უფრო იქეთ კიდე რა მე სულაც არ მინდოდა ეხლა რაღაც იმათ წასვლა და გადაბარგება რა ამ სიბერეში ასე ვთქვათ რა ხედავთ ნანგრევებს გარშემო მეც არაფერს ნაცარტუდად არის წეული ყველა სახლი რა ერთი სახლი აღარაა მთელი სოფელში ორივე სოფელში ამ ეტაპზე სოფელში ვერანაირი მანქანა ვეღარ შედის. მოქალაქეები სოფლის გზის შეკეთებას ითხოვენ, რათა მათი წინაპრებისა და მათ მიერ შექმნილი კარ-მიდამოდან დარჩენილის გამოწანა მაინც შეძლონ. ჯერ გაკეთება მოხდა და ახლა დანგრევა მოხდა. დავანგრიეთ, ჩამოვიღეთ ყველაფერი, რასი გადარჩენად შეიძლება და წავიღეთ ეს დანარჩენი ვეღარ გადავარჩინეთ და დგას იქ, იმიტომ რომ გაზა აღარ არის კი ხედავთ რომ როგორ ამოვედით ხოხვით და ფორთხით ამ იმაზე კლდეებზე იმიტომ რომ გზა არ არის ფაქტიურად რა ვიცი გზასაც თუ გაგვიკეთებენ და ცოტა ხანს მაინც და ამასაც მაინც გადავარჩენთ რაც დარჩენილია მაინც კაია და სასწრაფო ყოველ თვეში მჭირდება სასწრაფო ხანისა ვარ ხანას ხო ვინ სასწრაფო მოვა ვერ მოვა
მოვკვდი, არაფერი, მოვკვდა. დავასაფლავ. იყო, აღარ არის, დამთავრდა, ხო? მკითხულობს. არა, კაცი არაფერს მოვიდაო, მინისტრი მოყვენ 20-ში მოყვა კაცი. მინისტრი რა თქმა დაგინიშნავთო, სამჯერ იქნებაო ტრანსპორტიო, სამჯერ არ დევეძებ ერთჯერ იყოსო, რომ პური მოგვიტანოს. ჩვენ ახლა ტაქსით რო დახვიდე 40 ლარი მომდა ყარაგოულამდე. ხო, 40 ლარი და მე ყოველთვის არ მაქვს კაცო, პენსიონერი ვარ და რა ვქნა ახლა არ მაქვს საშუალება და ზესტაფონში თუ წახვედი კიდევ 50-60 ლარიო და არ წევიყვან, მაგრამ შიმშილთა მოგძრება სულ. ხო, პური მარტო პური რო ჭამ, მარტო წყალი და პური რო დალიო, ეგ არის ჩვენი ისე გამოსვლა. მანქანა არავინ არ მოდის აქ. მოწყვეტილი აქ, ანუ ერთი თავი მოწყვეტილი, ბოლო მოწყვეტილი აქ, თავი მოწყვეტილი აქ. გვერდი მოწყვეტილი აქ. იქ გზა არ არის, იქიდან, მაგალითად. ნუ, მანქანას არ გავული აქ რამდენი ხანია უკვე რა? 3 თვეა უკვე რა. არა, გავედით აქ ვინი ცხოვრობს აქ. წყალი აქ აღარ არის, დენი აქ აღარ არის. ხალხი აქ აღარ არის, ვინი ცხოვრობს აქ? აქ შანსი არ არის უკვე აქ ცხოვრება. აი აქ იყო როგორ ისტორიული ადგილი, იცი? აი აქ. ეხა შეხედე. ტიბეები ვითარეთ, რა გაკეთებული. აქ იყო იმენა ისტორიული ადგილი. ამის სწორა იყო ჩვეულებრივი მისასვლელი ორსართულიანი სახლი. და ეხლა რა მდგომარეობა არის ნახეთ. თხილად აქ, თხილად არ ჩავარდეთ. ნახე. აი რა დარჩა ორსართულიანი კაპიტალური სახლი. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოს მიერ ეკომიგრანტის სტატუსის მინიჭების შემდეგ მოქალაქეებს მხოლოდ 30,000 ლარს თავაზობენ, რაც მათი მთელი ცხოვრების ნაშრომის, სახლებისა და მიწების კომპენსაციაა. სულ 3 თვის წინ სოფელი, სადაც სიცოცხლე დუხდა, დღეს სიცოცხლისთვის საშიშია. მოქალაქეები ეძებენ პასუხებს, რომელზე პასუხსაც არავინ სცემს. მანამ კი აგრძელებენ ბრძოლას საკუთარი სოფლისთვის და გარემოსთვის.